მოგესალმებით. დღეს არ ამგონია დიდი ვიდეო გამომივიდეს. აი, საკმარისზე მეტი რაოდენობა ვარ დღეს. როგორც ყოველთვის. მოვედი და უკვე ასე დამხვდა გადაკეტილი კუთხეებში. ფორმიანებს აქვთ მანქანებით გადაკეტილი. აქ ასე ბლომად ხალხია. ცოტა ხანში გავაგრძელებ გადაღებას. მაინც ერთი წუთი. მიდი, გადაიგე. ოქ, დაიტოვეს საუბრეს ლაივი, ალბათ ახლა ეწყობა, არ ვიცი. ან ახალ სტუმარს ელოდებიან. ანუ ერთი აღმართია დღეს ეწყობაზე, აკითხა კატარაფაზე და მერე სულ აღმართება. ეგ არის. ასე გვიან წამოვიდნენ. დიდი ვარიანტია, რომ საზმაოდან ხალხი იყო შემოერთებული ახლა. მაგრამ უკვე 10 საათი. აი რამდენი ვარ დღესაც. Salam. Samarkand.
მცირეობელს. სოლიდარობა ეთნიკურ უმცირესობებს. თავისუფლება თემურ გადამაძეს. სოლიდარობა მოშიმშილებს. სოლიდარობა ლაშა ჭყვიმიან. ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. დააბრუნეთ ვასილი მომბეში. დააბრუნეთ ვასილი მომბეში. ვის პროპაგანდა. მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს. ეთერი ხალხს. ეთერი ხალხს. ეთერი ხალხს. სოლიდარობა ყველა ჩაგრუს. ვის პოლიციური რეჟიმი. ხალხი იმსახურებს სამართალს. ხალხი ითხოვს სამართალს. სამართალს. ეს ზემოდან გადავიდა. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. ცეცხლი ოლიგარქია. ყვებავი მინი ოლიგარქები, ვინც არიან ამ ყველაფრის მიღმა, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პარალელურად, რომ სახელმწიფო რაიშევა ნაკლებად დაზარალდეს. ეგ სახელმწიფო ხართ თქვენ. ბევრი თქვენგანი შეიძლება იქ მუშაობდეთ, რომელიღაც მსგავს ბიზნესში, ხო, უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც მუშაობს მაგ ბიზნესებში, მაგრამ ჩემს გვერდით დგას აქ 69 დღეა. ის რომ დარჩეს უმუშაო, მე არ მინდა. ეს არ არის პოპულიზმი, ეს არის ეკონომიკური არგუმენტი მათ შორის, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ამ პროცესში მივაყენეთ ჩვენ რა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მათ გამო თუ ამ ქვეყანას მიადგა ისეთი ზარალი, რომელიც არ გამოსწორდება 10 წლეულები, ძალიან წილი აზრია მაშინ იმიტომ საქართველოს ხო ეს ხალხია, ხო ჩვენ ვართ, ხო? მე რომ ვამბობ რომ ოპოზიცია მიიღო 52% და აგვირჩია 4-ეული ხელისუფლებად. მაგ ხალხმა აგვირჩია, ხო? ვიღაცა სხვა ქვეყანა ხო არ ჩამოსვლა ასარჩევად, ხო? ამ ხალხმა აგვირჩია, ამიტომ სანქციებზე ლაპარაკისას ვცდილობთ, რომ ამ ხალხის ხმაც ისმოდეს, თორე არასოდეს მამუკა ხაზარაძეს, არასოდეს ყველა ვიზიტზე ვარ ნამყოფი მასთან ერთად. არც ერთგან არ ულობირებია მაგალითად ჩხარტიშვილი. და აი, რატომ ამყავს ჩხარტიშვილი, მაგალითად, ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ შევა რომ ხაზარაძე ლობირებდეს ჩხარტიშვილს ან რუხაძეს? მე მგონი კომენტარი ზედმეტია, ხო? მათ შორის წარსული ბექგრაუნდის გახსენებით, ხო? და მათ შორის იმის გახსენებით, რამდენი დაუშავეს მაგ ადამიანებმა არა მარტო ამ ქვეყანას, არამედ კონკრეტულ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მამუკასთვის და ჩემთვის და ყველა ქართველისთვის. თქვენ თუ დაამატებთ ამას. სანქციებზე მინდა ბოლომდე ვერ მივხვები გრიგოლს ამ მსჯელობაში, ძალიან დამაბნეველი იყო ეს განცხადება საბოლოო ჯამში. საკვანძო მნიშვნელობის არის. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ქართული ოცნების ბიზნეს ფიგურებთან დაკავშირებული, ანუ ბიზნეს საყრდენების და ბიზნეს ფიგურების დასანქცირება, ფინანსური დასანქცირება, ვიდრე თავად ივანიშვილის. და ეხლა მოდი მათ იმაზე ჩვენ ანუ არ ნიშნავს ეს ხალხის უმუშევრად დატოვებას, ეს ნიშნავს რეჟიმის საყრდენების გამოცვლას. იმისათვის, რომ რეჟიმი გატყდეს. ეს არის ამოცანა. და მათ არავის ადვოკატირება, არ ვიცი, ძალიან დამაბნეველი მესიჯი იყო. საკვანძო მნიშვნელობის არის, რომ მოხდეს და ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა, როგორც ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში, რომ მოხდეს რეჟიმის ბიზნეს საყრდენების გამოცვლა, რომ მათთვის ბიზნეს ინტერესი იყოს. რაღაცა მათ სამშობლო რო არ ადარდებთ, ეგ ვიცით, რომ მათ გაუჩნდეთ ფინანსური ინტერესი, რომ დაუპირისპირდნენ რეჟიმს. ესაა ბიზნეს ფიგურების დასანქცირების
ლოგიკა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ქვეყნიდან ასე ვთქვათ სიგნალები იყოს ამ მხრივ სრულიად ჰარმონიული გარდა ამისა საუბარი არის იცით რომ ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს ახლა როგორ სავიზორი სანქციებზე ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას შეიტანეს შავსიაში ადამიანები ქართული ოცნების რეჟიმის ფიგურები მოსამართლეები იქ სხვა შორის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე რაც ქვია ბექაური სხვები ესეც არ არის ხელწამოსაკრავი სანქცია მიუხედავად იმისა რომ ეს არის ესე იგი ევროკავშირის ფინანსური სანქცია არ არის ეს არის ასე ვთქვათ სამოგზაურო შავი სია ხო ვიზა არ არის საჭირო ევროკავშირში მაგრამ ევროკავშირი ეს არ არის შენგენის შავი სია მაგრამ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ სიტუაციას როცა დაუშვათ შენგენის ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის 3-4 ქვეყნის მიერ არის დასანქცირებული ანუ მას შესვლა აკრძალული სიტყვაზე ესტონეთის ტერიტორიაზე ხო ვიღაც პოლიციელს დაუშვათ აკრძალული და ეს პოლიციელი თავისი რა ქვია იმას ხალხის ცემაში აღებული პრემიით მერე წავიდა ზაფხულში სიტყვაზე საბერძნეთში ან იტალიაში ხო და ბერძენი მესაზღვრე რო უყურებს კომპიუტერში რომ აი ნახე ეს ადამიანი აქ რომ მოვიდა ნახე 4 ქვეყნის მიერ არის შავსიაში მართალია ეროვნულ შავსიაში შეტანილი მართალია სიტყვაზე საბერძნეთს არა აქვს ვალდებულება რომ ის არ შემოუშვას მაგრამ უყურე აი ფინეთმა დაასანქცირა ესტონეთმა მოდი რა შარია თავი დამანებე უდიდესი ალბათობით 99% შემთხვევებში აი ეს სავიზო შეზღუდვები ნიშნავს de facto შენგენის შავსიას და ეს ადამიანები და მე ვიცი რომ არის უკვე მასიურ შეტანაზე ამ ადამიანების შავსიაში პოლიციის თანამშრომლების სრულ მოწმე პოლიციელების რომლებიც იქ 20 წლისები არიან და სრულ ჩვენებებს იძლევიან სასამართლოში რაც რა თქმა უნდა სისხლის სამართლის დანაშაულია და რა თქმა უნდა მათ პასუხი მოეთხოვებათ და რეჟიმის სხვადასხვა მსახურების და ესეც არ არის ხელწამოსაკრავი ასე ვთქვათ ზომა რომელიც მათ ცხოვრებას გაართულებს და დასჯის მათ კი არის სასჯელი ხო ბიზნესებთან და სანქციებთან დაკავშირებით თუ მოგილებათ დრო დაამატოთ ხო პირველი როგორც თქვი უკვე არანაირი კონკრეტული პირების მობილება იქ არ ყოფილა პირიქით ჩვენი პოზიცია იყო არის და იქნება რომ უნდა დასანქცირდნენ აქვე ვიტყვი რომ ჩვენი პარტია მუშაობს 3 წელია ძალიან აქტიურად სანქციებზე ასე რომ არავითარი კრიტიკა რომ ჩვენ ვაკლებთ სანქციებზე არ მოგვემართება გულწრფელად შემიძლია უთხრა საზოგადოებას და ძალიან აქტიური წვლილი გვაქვს შეტანილი ამ კუთხით მათ შორის ბალტიისპირეთთან კომუნიკაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბრიუსელთან სკანდინავიურ სახელმწიფოებთან და ეხლა აი ამ წამს გვაქვს ბრიტანეთთან იგივე ინტენსივობის უბრალოდ აი ერთი მაგალითი მახსენდება კიდევ როდესაც ხაზარაძეს თავს დაესხა ივანიშვილი პირველად ხო ახსოვს ალბათ ყველას ერთ-ერთი რაც მან გააკეთა იყო ტიბის ბანკის დატოვება იმისათვის რომ არ ჩამოქცეულიყო მის გამო ფინანსური ინსტიტუტი რომელშიც 40%-ს ჩვენი საზოგადოების აქვს ნდობა გამოხატული ხო ეს არის ერთი მაგალითი იმისა რომ კი სანქცია უნდა დაწესდეს და ჩვენ მათ შორის ჩვენ ლობირებთ ამას მაგრამ სადაც შესაძლებელია უნდა წნეხიც მოახდინოთ ამ ბიზნესზე რომ ისე მოხდეს ისე წავიდეს პროცესი მათ შორის დატოვო კი დატოვო ერთი რო ძალიან ბევრი ვართ და მეორე კიდე ის რო ჭკვიანი ხალხი ვართ და აი ჭადრებს თამაშობთ წიგნებს კითხულობთ არ გავართ იმ შტერებს პრეზიდენტად რო სვამენ ხოლმე აუმოჩ ახლა არის 12:09 და აი მაინც ვართ ხალხი აქ შეიძლება 12-ისკენ ცოტა დავიშალოთ იმიტომ რომ ხვალე ისევ მოვიდეთ რა თქმა უნდა უცხოეთ ჟურნალისტებიც არიან IT სფეროს წარმომადგენლებიც ხატრებიც მუსიკოსებიც რა ვიცი 1000 სხვადასხვა თემის ხალხი იქ მე მგონი კიდე რაღაც ახალი სალაპარაკო თემა არის ყოველ შემთხვევაში ზოგჯერ არის ხოლმე რა მაგრამ მე ერთხელ მომიწია მარტო მაგის გაშუქება კარგი დღეს მცირე ვიდეო გამოვიდა მაგრამ არა უშავს დროებით ცოტა ხანში დავტოვებ ამ ტერიტორიას მეც ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის დროშა აქეთ მხარეს უკვე წავიდა აქეთ მხარე აღარა
თან არის გაჟონა არჩევნებმა თქვა რა მაგის ის სამი დროშა ერთად იო უკლია ცოტა ვართ ვიშლები ჩვენი ვენებით რომ ხვალე ისო გამოვიდეთ იო ხამშვიდობის როგორც ცალკე წერა ახლა ვიდეოს დილას იყო ჯოჯოხეთი მაგრამ მე ყველაფერი გავიგე ტელევიზიებით მე მივედი სადღაც 8-ზე არა 9-ისკენ ხო და სადღაც 12-ით თუ 12-მდე არ მახსოვს ზუსტად დავყავი რა ხო და მაგ მომენტში რა ვიცი ამ მომენტში არ იყო უსამართლობა რა ასე ვთქვათ მაგრამ მაგამდე ახლა არ ვიცი შეიძლება კამერებით ვიღაცები ნახეს და ერთ კვირაში ორ კვირაში დაურეკონ გადაკეთვაზე როდესაც რეალურად გადაიკეტა დაუშვათ 3 საათის წინ და დაურეკონ 5 საათის მერე დაუშვათ არაფერია გამორიცხული მაგრამ კონკრეტულად ძალადობა მაგ მომენტში არ იყო მაგრამ დილას იყო ჯოჯოხეთი არა იმიტომ რომ რაღაც არ გამოვედი ან ვერ გამოვედი რაღაცის გამო უბრალოდ ისე მტკიოდა ყველა პუნქტი ერთი დღე ხო გამოვტოვე იმის მერე რაც 25 კილომეტრი გავიარე ფეხით ხო და მეორე დილასაც ვერ ავდიქი ანუ რეალურად 14 საათი ვეგდე იმაში რა ქვია საწოლზე 14 საათი ხო და დიდი დროა ხო და ვერაფერი ვერ მოახერხე რა საფრთხეში შევწლის მივედი მე უკვე და ნელ-ნელა ცოტა გონზე მოვედი და ნელ-ნელა უკვე მივხვდი რომ უკვე შემიძლია რომ ავდგე და წავიდე ხო და სანამ ვიბანავე რაღაცა დავღეჭე და დავხედე გზის პულსი იქნება რამენაირად აქედან მაინც წავიდე და უკან ისეთი გულად წამომიყვანა ტაქსმა და ბიჭებმა და ასე შემდეგ 12 ლარი იყო 4 ადამიანზე 3 ლარიანი ტაქსი 10 კილომეტრის წვეში წამოსვლით ხო და 20 ლარიანი მისე დახურდა არ ქონდა და 10 ლარად მე დანახურდა და რა მე 1 ლარად მომიწია მიწავრობა ტაქსიც ახლამდე ასწორებს ხო ნექსტ ხო თემა მადლობა ბიჭებს მადლობა მწოლს ხო და რა ვიცი ასეთი ჯოჯოხეთი ყველას რო სახში არ მოგვადგეს ამიტომ ყველამ უნდა თავის დროზე ამოვიღოთ ხმა. ხმის ამოღება ვის როგორ შეგვიძლია? აუცილებელი არა, სასურველი არის ხო რომ ყველა უსწავლელზე გამოვიდეს, მანდ 200-ზე არა, მაგრამ ვისაც არ შეუძლია ზოგი სამსახურში გამოხატოს პროტესტი. თუნდაც უბრალოდ მარიარესას წიგნი დაიდოს გვერდით, თუ მეტი არაფერი არ შეუძლია თავის მაგიდაზე. როგორ დავამარცხოთ დიქტატურა ქვია წიგნს. ან ვინმე თუ სადმე იკრიფება რაღაცის აღნიშნავად, ახლა რა დროს აღნიშნა, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევა და იქნებ ვიღაცა დაიხიოს უკან კიდე მასავით და მიბაზოს. როდესაც ჩემი შვილი დაუშვათ დგას აქციაზე მე რა და ყოველი დღე არის გადის ძაბზე რომ რამე ან არ დააჯარიმონ ანუ მიზეზოდ არ სცემონ ანუ მიზეზოდ ნებისმიერი რამე არ მოუპირონ ან არ დაიჭირონ ხო და ანუ როდესაც ესეთი რამე აქვს ქვეყანაში ზეიმის დრო არა ასევე სხვადასხვა რაღაცით რა სამსახური იქნება ეს მძიმე თუ ჩვეულებრივი აი მაგალითად ერთ მაღაზიაში სავაჭრო ცენტრში კონკრეტულად ეს საქართველოს დროშა აქვს და რაღაც ისეთი ფრაზა აწერია ძალიან საყვარლობა ვერ ვიხსენებ ჩვენ მიმართ რა იმ ახალგაზრდების ვინც გავართ და არა მარტო ახალგაზრდების აი მაგალითად ქუხილავა გვარი კი არა სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ არ მინდა შემთხვევით რამე სხვა სახელი თქვა მოხუცებულია რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას ყოველთვის სხვადასხვა ბანერით და სხვადასხვა საპროტესტო წარწერით ჯიგარი მოხუცია და ვენაცვალე მას ასე განან მღვდლებით და მღვდლებზე უფრო ზემოთ მდგომი სასულიერო პირებიც კი შეიძლება ერთეულები არიან და სხვადასხვა დროს სხვადასხვა დღეს მაგრამ ყველას როგორ შეუძლია ისე გამოხატავს პროტესტს ზოგი ვიდეოს წერს ზოგი ფოტოს ზოგი პოსტ ზოგი სამსახურიდან გადის ზოგს თვითონ აგდებენ იმიტომ რომ სწორ აზრზეა და ამ სწორ აზრს ავცელებს იქ სადაც საჭიროა მაგალითად ვასილი ივანოვიჩიკოვანი პირველი არხიდან რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ქვია მაგრამ არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის უბრალოდ პარტიული არხი ასე ვთქვათ ხო და ნუ რა ვიცი ერთადერთი ის ვიცი რომ ბოროტება ყოველთვის იცლება ადრე თუ გვიან და სიკეთე კიდე ულევია ერთმანეთზე ზრუნვა განვითარება გვინდა ჩვენ მაგრამ მუდამ თვით შემეცნება ჩვენ გვინდა თავისუფლება და ისაც ვიცით ჩვენ რომ იქ არის თავისუფლების ბოლო სადაც ხვისი იწყება რომ სხვა არ შევაწუხოთ ხო ასევე ამ საქმით ან ნებისმიერი რამით იდეით ამ იდეის გამჟღავნებით და სიტყვით თუ ნებისმიერი ქმედებით ხო ასევე სამართლიანობა თუ სამართლიანობა არ იყო მშვიდობაც არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა თან ეს ხმა თაკოს ეს ფრაზა თაკოს ხმით არის რაღაც საოცრება მით უმეტეს მეგობრები საერთო მეგობრები რომ ამას ურახუნებენ კიდე და მელოდია წარმოიქმნება ამ დროს ხო
რა ვიცი, ყველა ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვართ, მალე გავიმარჯვებთ, რადგან მართლები ვართ და ღმერთი ჩვენ მხარესაა. და რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ყველაფერი, დაინგრეს დიქტატურა და მართალ ხალხს გვეზე იმოს დროებით. ვერთ ჩვენ უახლოზე გაიწელა. 2024 ჯუჯების სტუდია რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიბძ შენ გუდავ მე ვდგავარ ვიბძ შენ მესვრი მე ვდგავარ ვიბძ ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში